მეორე ეს არის გადახდის წესი, პროცენტის გადახდის წესი, რა საკანი არ არის, უბრალოდ გადახდის წესთან დაკავშირებით. ოღონდ აქედან 22,000 დოლარი ჩაეთვალა პროცენტში. შეიძლება ტელევიზიით თქვენ ნახეთ, აი ბახტრიოზე თბილისში და ასეთი მაგალითები შეგვიძლია მოგიყვანოთ ძალიან ბევრი. და საახლობენ ისინი არა ცესკებში, არამედ ძირითად მოგებას არ ნიშნავს პატიებას. რესტრუქტურიზაცია ნიშნავს იმას, რომ თითოეულ დასაქმებული გასაგებია, რომ ის თვეში 600 და 800 და 1200 კომერციული ბანკებისგან და მოახშეებისგან არც ერთ მოვალეს არაფერი ვალების რესტრუქტურიზაცია რაც იყო შეპირებული. რომ სახელმწიფომ უნდა გამოყოს კრედიტი, არავინ არ ითხოვს ცესკების პატიებას და ჩუქებას, მაგრამ უნდა მოხდეს მოკლევადიანი და მაღალპროცენტიანი კრედიტების გამოსყიდვა სახელმწიფოს მიერ და იმ მოვალეებს, რომლებიც აქ წარმოდგენილი არიან და საერთოდ ნებისმიერ მოვალეებს სახელმწიფომ სანაცვლოდ უნდა მისცეს გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტი. არანაირი პირობა არ აქვს ჩვენ იმისა, რომ ჩვენი სახლები არ გაიყიდება. ჩვენი სახლები ჩვენ და უკითხავად იყიდება. აი იყიდება აუქციონზე. ჩვენ გამოვდივართ ეს ხალხი, ვინცა ვართ აქ შეკრებილი, გებულობთ რომ დღეს აი დევაძის სახლიდან გამოსახლება და გავურბივართო დავეხმაროთ რომ ის ხალხი ბანკიც მაქვს და კერძოც მაქვს. აი ჩემი საქმე არის ძალიან გამოუვალი. სამსახურში როგორც მეწარმე. და მათ